Roblox-ი ამ წელს ერთი პერიოდის განმავლობაში იყო ოქროს ხანაში და ეგრე მჯეროდა. თამაში, რომელმაც გაასწრო Fortnite-ს და Steam-ს. თამაშმა შეძლო ყველანაირი რეკორდების გატეხვა, მაგრამ ბოლო ეს დღეებია თამაში უკვე ძალიან დიდ ქაოსშია და შეიძლება წაიშალოს კიდეც ეგრე მგონია. და რაც გამიკვირდება, რადგანაც ძალიან ბევრი ცუდი რამე მოხდა ამ ბოლო დროს. დღეს ამ ვიდეოში ყველაფერს დეტალურად ავხსნი და მოდი დავიწყოთ მინიმალურით და მე ნელ-ნელა ავალთ უფრო დიდ მიზეზებზე. დავიწყოთ პატარა მიზეზით, რადგანაც Roblox-ის community გაბრაზებული არის დეველოპერებზე. ეს არის ლოგო. დიახ, სწორად გამიგეთ. მოდი ახლა ყველა მოვაღიაროთ, ეს პრობლემა სულ იყო თამაში. ჯერ ეგერთით სადღაც 1-10 წელი თამაშს წითელი ლოგო ქონდა. მერე გადაწყვიტეს რომ მოულოდნელად შავად შეეცვალათ და მაგაზე ცალკე გაბრაზდა ხალხი. მაგრამ როდესაც ხალხმა შეეჩვია ამ შავ ლოგოს, მე უცებ გადაწყვიტა რომ გაელურჯებინა. მე თუ მკითხავთ, ჩემთვის დიდი არაფერი არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი ამის გამო გაბრაზდა. მაგრამ შემდეგი მიზეზი უკვე ძალიან ცუდი მიზეზია მე თუ მკითხავთ. ოღონდ რა თქმა უნდა Roblox-ისთვის, თვითონ თამაშისთვის. სადღაც 2020 წლიდან ხალხი გაბრაზებული იყო იმაზე, რომ სულ დეითერები იყო თამაში, ასე რომ თქვა, თამაში ქორწინდებოდნენ და ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება. აქამდე თვითონ თამაში ბანავდა ხალხს, ვინც ონლაინ დეითერობდა. მაგრამ სადღაც 1 თვის წინ შემოვიდა ახალი წესი. დაუშვეს ეს ყველაფერი და გახადეს dating app Roblox-ი. ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ 18 წლამდე ადამიანებისთვის შეიძლებოდა და იმათთვის, ვისაც ID დარეგისტრირებული ჰქონდა, ანუ პირადობა. მაგრამ აქ არის უდიდესი რისკი მაინც. იმის შემდეგ, რაც თამაშმა ეს ყველაფერი დაუშვა, რისკები არის მოსალოდნელი, რადგანაც შეიძლება ბავშვმა მოპაროს თავისუფლების პირადობა რომ დარეგისტრირდეს და თავისი წყვილი ვისთანაც არის, ასე რომ ვთქვათ, მოატყუოს რომ სრულწლოვანი არის და ჩააგდოს ის შარში. ასევე მეგობრებო, მეორე რისკიც გვაქვს. შესაძლებელია რომ წყვილმა იცოდეს მისი ნამდვილი ასაკი და მოატყუოს რომ ისიც მის ასაკში არის. არადა შეიძლება 12 წლის ბავშვი იყოს 40 წლის კაცთან. დამიჯერეთ მეგობრებო, ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა მომხდარა და Roblox-ი არ აკეთებს არაფერს ამის შესახებ. პირიქით, იმათ ხარეს არის. მოდი ახლა პატარა ისტორიას მოგიყვებით და მიხვდებით თუ რატომ იძახი ამას. არის ერთ-ერთი უცხოელი Roblox-ის იუთუბერი სახელად შლები, რომელიც უკვე კაი ხანია YouTube-ზე არის, ალბათ 1-4 წელი. ყველა ვინც მის ვიდეოებს უყურებს, ყველას უყვარს ის თავისი საქმიანობის გამო. და ალბათ ახლა იკითხავთ თუ რას აკეთებს ის ასეც რომ ყველას უყვარს მისი საქმიანობა. მოდი დავიწყოთ მისი ბავშვობიდან. შლები იყო 14 წლის ბავშვი, როდესაც ის დაგრუმეს. ვინც აიცით ახლა მოკლედ აგეხსნით თუ რა არის დაგრუმვა. მოკლედ ჯერ ეგერთით შლები დაიგრუმა ცნობილი დეველოპერის მიერ, ხოლო ეგ დეველოპერი მას აჩვენებდა ძალადობის ამსახველ ვიდეოებს. ეგ არის გრუმინგის ერთადერთი მაგალითი, სხვა ძალიან ბევრი მაგალითებიც არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მოვიდა მას. თუ ღმართ გაინტერესებთ თუ რა არის გრუმინგი, მოიზიეთ ინტერნეტში. ხოლო იმის შემდეგ, რაც შლები დაიგრუმა, იმის მაგივრად რომ დეპრესიაში ჩავარდნილიყო და შეცვლილიყო, რა თქმა უნდა ცუდი გზით, იმის მაგივრად რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო, გადაწყვიტა რომ სხვები დაეცვა. ის აკეთებდა ყველაფერს, რომ იგივე რაღაცა სხვას არ გადაეტანა. დაიწყო კონტენტი, სადაც Roblox-ის გრუმერებს რეალურ ცხოვრებაში ადგებოდა და პოლიციამ მას იჭერდა. ეს იყო მისი საქციელი, რომელიც ყველას მოსწონდა მასში. ამ საქციელით მან ძალიან ბევრი ბავშვი გადაარჩინა და ზოგმა მადლობას მოუხადა. ალბათ ეხლა ფიქრობთ, რომ რადგან ასეთი საქციელი გააკეთა, სწორად მოიქცა, Roblox-ის მოდერაცია მასში ამაყი იქნებოდა და შეიძლება სამსახურადაც აეყვანათ. მაგრამ მას ყველა აკაუნთი დაუბანეს 1-3 დღის წინ, იმის გამო რომ კარგად იქცეოდა. აკეთებდა იმას, რაც $1 კომპანია ვერ აკეთებდა. და იმის გამო რომ მადლობა გადაეხადათ, რომ თავის პლატფორმა უსაფრთხო გახადეს, მას ყველა აკაუნტზე ბანი დაადეს და გააფრთხილეს კიდეც რომ თუ Roblox-ი შეამჩნევდა, რომ ის ისევ Roblox თამაშობდა, უჩირებდნენ პოლიციასთან. ამ ყველაფერიდან გამომდინარე, ალბათ აიღეთ უკვე თქვენი დასკვნა
და ეხლა მომიწევს რომ ჩემიც გაგიზიაროთ. Roblox სულ არ ადარდებს თავისი პლატფორმა უსაფრთხოდ იქნება თუ არა. ვინც ძველი მოთამაშეები ხართ, ალბათ გემახსოვრებათ, რომ თუ Robux-ები არ გქონდათ, შეგეძლოთ რომ მისიებით ტიქსები აღიღოთ. ამ ტიქსებით იყიდით ნივთებს, რომლებსაც Robux-ებით ვერ იყიდით. ალბათ შეამჩნიეთ ამ ბოლო დროს, რომ ეს ტიქსები წაიშალა სადღაც 2017 წელს, მაგრამ ამ ბოლო დროს ასევე ნელ-ნელა ყველა ნივთებს ფასები ზევით ეწევა. მაგალითად, თუ ადრე ქუდები და აქსესუარები 5 Robux იღიდა, დღეს 150 Robux იღებს. Super Happy Face რო გამოვიდა, თავიდან 15 Robux იღიდა, მაგრამ ეხლა ალბათ 100,000 რაღაცა Robux იღებს. რაც მიგიყვანთ იქამდე, რომ Roblox არ აწყობს დაკარგოს მოთამაშეები, არ აქვს მნიშვნელობა პლატფორმისთვის ეგენი სახიფათო არიან თუ არა, არ უნდათ. რადგანაც მაგ მოთამაშიდან ის იღებს ძალიან ბევრ ფულს. ასევე როგორც კი შლები დაბანეს, შემოიტანეს ახალი წესი. მოდი ახლა გაგაცნობთ. მოკლედ, მოდი ახლა ამას მოკლედ აგიხსნით, ვინც ინგლისური არ იცით. დღეიდან Roblox-ი დაბანავს იმ ადამიანებს, ვინც შლებისავით მოიქცევა და ასევე თუ უფრო დეტალებში წაიკითხავთ ინფორმაციას, შეაჩნევთ ერთ პატარა დეტალს. მოკლედ, თამაშმა განაცხადა, რომ თუ ეგეთი შემთხვევები მოხდება, სადაც გრუმერები იქნება Roblox-ში, იმის მაგივად, რომ თქვენ გააკეთოთ რაღაცა, მოგიწევთ რომ დაარეპორტოთ მარტო. ეხლა გეგონებათ, რომ ეგ იქნება გამოსავალი ვსიო, აღარ იქნება გრუმერები და რაღაცა. მაგრამ ძალიან ცდებით. Roblox ბოლო ეს წლებია, სადღაც 1-3 წელი AI ასისტენტი ყავს. ანუ ცოტა მარტივად რომ აგიხსნათ, Roblox-ს აკონტროლებს რობოტი. მაგრამ თამაშს ადრე ნამდვილი ადამიანები და მოდერატორები აკონტროლებდნენ, მაგრამ ძალიან ცოტანი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტანი იყვნენ, უფრო მარტივად იბანებოდა მოთამაშეები, რომლებიც წესებს აღვევდნენ. ეხლა კი დღევანდელ Roblox-ს რომ დააკვირდებით, თუ თამაშის სექციაში ჩაწეთ ტაჰუს, გარანტირებული იქნება, რომ ყველა იქნება კონდო თამაში. ხოლო კონდო თამაში კი არის ის, სადაც ისეთი სანახაობები არის, რაც ჩემი აზრით ბავშვმა არ უნდა ნახოს, მოკლედ ვერ ახსნი ვიდეოში. მთელი წელნახევარია სადღაც Public Bedroom Simulator-ი გამოსულია თამაში. ნუ ცოტა ცუდი შინაარსის თამაშია, მაგრამ წელნახევარია ყველა ვარეპორტეთ, მაგრამ რატომ არ იბანება, რატომ არ იშლება? მე თუ ამ ყველაფერს ვხედავ, ჩვეულებრივი მოთამაშე, Roblox-ი, რომელიც $1,000,000-იანი კომპანია არის და ვალდებულია რომ ყველაფერი გააკონტროლოს. როგორ ვერ ხედავს ამ ყველაფერს? აი მეგობრებო, ზუსტად ეს არის პრობლემა, რეპორტები ვაფშე არ მუშაობს. მიდით მეგობრებო და რამდენიც გინდათ არეპორტეთ, მაგრამ არ იმუშავებს. აი ზუსტად ამის გამო მოკეთებ და შლები ყველაფერს და რის გამო დაბანეს. პირიქით ეხლა მე რომ მკითხოთ მაგათ ადგილას, ავიყვანდი პირიქით სამსახურში. ნუ დღეისათვის სულ ეს იყო. არც კი გამიკვირდება თუ თამაში წაიშლება, რადგანაც ძალიან ბევრი რამე ხდება. და რა ვიცი მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენთან იყო რაზორებალი. აუცილებლად დატოვეთ კომენტარებში თქვენი აზრი და აღწერაში მაქვს თამაშები, ჩემი თხოვნა იქნება რომ გადადით და ითამაშეთ ჩემი თამაშები. თქვენთან იყო რაზორებალი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, აბა დროებით.